პირველი თაული შვეიცარიაში. 1 საათის წინ დაიწყო თავა. ეს დღე არ დასრულებულა. ეხლა ავდივარ ჩამოვედი მეორე ქალაქში, ცუკში, სადაც ჩვენ ვარეგისტრირებთ კომპანიას. ამ ჩვენს იურიდიულ კომპანიას აქვს მეორე ფილიალი აქ ცუკში და აქ ვაკეთებთ ნოტარიულ დამოწმებას ჩემი ხელმოწერის რო კომპანიის დარეგისტრირების უფლება გქონდეთ და კიდე რაღაც დოკუმენტებზე მე მოვაწერა ხელი. ხვალ მაქვს ფრენა, ასე რომ ესე დღეებით და საათებით უკვე გაწერილია ყველაფერი აი შვეიცარიაზე ესე აწყობილი საათივით. ესე იგი მატარებელმა ეხლა აგვიანებდა და ბოდიში მოუხადა მგზავრებს, რომ 1 წუთით ვაგვიანებთ ცუკში ჩამოსვლას, წამოდგეთ. 6:26-ზე ჩამოსულიყო და 6:27-ზე ჩამოვიდა და ბოდიში მოუხადა ხალხს. აი ეს არის ქვეყანა და ამ ქვეყანაში ვაშენებთ ჩვენ ლიქსიუმს. მოკლედ წინ მივიწევთ კომპანიის რეგისტრაციის ნაწილში და ნუ ყველა დოკუმენტზე მოვაწერე ხელი. ყველაფერი არის დეტალებში შვეიცარიაში. მაგათ ერთ-ერთ დოკუმენტზე სადაც მოვაწერე ხელი, გულისხმობდა იმას, რომ წინასწარ მაფრთხილებდნენ როგორც კომპანიის ხელმძღვანელს, რომ თუ შენ გეყოლება მინიმუმ 10-ზე მეტი თანამშრომელი, მაგ შემთხვევაში ვალდებული ხარ, რომ წელიწადში ერთხელ აუდიტი შემოიყვანო და მთლიანი კომპანია გაიაროს აუდიტმა. ანუ ეს ხდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს თანამშრომელი, მომუშავე თანამშრომელი და ყველა სისტემა იყოს გამართული. აი ესეთი დონის ქვეყანა არის და ჩვენ შვეიცარია ძალაუნებურად გვხდის საერთაშორისო სტანდარტის კომპანიად, გვაქცევს საერთაშორისო სტანდარტის კომპანიად და ის ხალხი, რომელიც ჩვენთან კომუნიკაციობს, არის უმაღლესი კლასის ექსპერტი ყველა მიმართულებით. დღეს ასევე გქონდა შეხვედრა აუდიტის მიმართულების დეპარტამენტთან, იგივე კომპანიაში, MM-ში, მათ აქვთ სრული პაკეტი მომსახურების და მაღალი დონის პროფესიონალიზმი, ჩვენზე გაწერილი გეგმა, ჩვენ ვიცით უკვე რა გადასახადებს გადავიხდით შვეიცარიაში, რა შემთხვევაში, რამდენს და ასე შემდეგ და ამაში ყველაფერს შესენი დაგვეხმარებიან. მოკლედ, უკვე იწყება სწრაფი ტემპით წინსვლა ლიქსიუმის. მე ხა ჩავდივარ ამერიკაში, რომ ჩვენი სტრატეგიიდან გამომდინარე იქ უნდა დარეგისტრირდეს კომპანიები და დანარჩენ დეტალებს უკვე მოგვიანებით მოგასწრით.